პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს ამ არაადამიანური თავდასხმის შედეგად სამიზნე რუსული ბომბების ყოველთვის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ეს არის სხვაობა ომში ამ ორი მხარის და კიდევ ის რომ სხვა სახელმწიფოს დაესხა თავს დამოუკიდებელს პუტინი მორიგჯერზე. აქ მინდა ვიკითხო, ბატონო მამუკა, აქ საუბარია შეერთებული შტატებიდან გვესმის, რომ ტრამპის მოთმინება იწურებაო და თქვენი მოთმინება როგორ არის უკრაინაში ამ პოლიტიკური აქცენტების შემდგომ? მე შემიძლია გითხრა ის რაც დღეს კიევში აქში არის ომის ნაწილი, ეს არის ტერორიზმის ნაწილი, ეს არის ტერორისტული აქტები, ფაქტიურად, რომელიც ტარდება ყოველ დღე და მთელი ცივილიზებული სამყარო ამას შეეჩვია. ყოველდღიურად იხოცება შეულებრივი მაცხოვრებლები უკრაინის, ესენი არ არიან სამხედროები, ესენი არიან უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საკუთარ სახლებში. ისე რომ ეს ყველაფერი უკვე გადასულია იმ ზღვარს, როდესაც ამ ომს ქვია ომი, ეს აღარ არის ომი, ესაა უბრალოდ ტერორისტული აქტი ქვეყნის წინააღმდეგ. ყოველდღიური ფაქტიურად კარგად დაგეგმილი ტერორისტული აქტები და ეწირება უამრავი ხალხი. ბოლო დარტყმა მოხდა დაახლოებით 150 მეტრიდან ჩვენი კიევის სამხედრო ბაზიდან. დიდი ალბათობით სამიზნეები ხდებიან სამხედრო ბაზები, სამიზნეები ხდებიან სამხედრო ობიექტები, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი თავს ხდება სამოქალაქო პირებს, სამოქალაქო კვარტალებს და მე მგონია, რომ განზრახ იყო ნასროლი სწორედ სამოქალაქო პირების, უკრაინელების დასაშინებლად ეს ჭურვები დასახლებულ კვარტალში. კი ბატონო, პუტინს არასოდეს ქონია მშვიდობაზე აქცენტი და ამ ომის შეჩერება რომ არ უნდა ამას უკრაინელები პირველივე დღიდან იმეორებენ ამ მოლაპარაკებების პროცესშიც. ზელენსკიმ თქვა, რომ ფაქტია, რომ უკრაინამ მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდგომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს ტერორისტებთან და ეს დიდ კომპრომისს წარმოადგენსო. მას თხოვენ მეც ყირიმის დე იურე აღიარებას, ყირიმის ჩაბარებას ფაქტობრივად რუსეთისთვის. აი მინდა ვიკითხო თქვენი მებრძოლების და საზოგადოების პოზიცია რამდენად მყარია და თანმხვედრია ზელენსკის პოზიციასთან, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიებს არასდროს დათმობს. აი ბოლო მოვლენების შემდეგ თქვენ გახსოვთ რა მოხდა ოვალურ კაბინეტში, როდესაც ზელენსკი იყო დაპატიჟებული. ამის შემდეგ კონსოლიდაცია უკრაინელებს შორის უფრო გაიზარდა, უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს უკრაინის პრეზიდენტს და უფრო კონსოლიდირებულები გახდნენ უკრაინელები საკუთარი მთავარი სარდლის გარშემო, იმიტომ რომ ზელენსკიმ დაიცვა საკუთარი ქვეყანა, ზელენსკიმ დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი საკუთარი ქვეყნის და რა თქმა უნდა სამხედროები, სამოქალაქო პირები უდგანან პირველ რიგში პირველ პირს გვერდში და უცხადებენ სოლიდარობას. აქედან გამომდინარე რუსეთის ჯის ჩვეულებრივ უკრაინელებს იმისთვის, რომ გამოუცხადეს სოლიდარობა თავის პრეზიდენტს, რომელმაც არ ჩააბარა ქვეყანა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ვერ დაარღვევს კონსტიტუციას და ვერ გადასცემს უკრაინის ტერიტორიებს რუსეთს. რასაც თხოვენ სამწუხაროდ დღეს ცივილიზებული ქვეყანა, ისეთი როგორიც არის შეერთებული შტატები თუნდაც. სტრატეგიული პარტნიორი უკრაინის და ფაქტიურად მე არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დაათმობინო ოკუპირებული ტერიტორიები ერთ ქვეყანას და გადასცე მეორეს, როდესაც საერთოდ დემოკრატიაზე თუ არის რამე საუბარი. მე შემიძლია გითხრათ, რომ დემოკრატიის ხარისხი არის მკვეთრად დავარდნილი იმის შემდეგ, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი და ესაა შედეგი იმის, რა დემოკრატიის ხარისხიც მოდის შეერთებული შტატებიდან. და დღევანდელი ენების ნებისმიერი განცხადება პოლიტიკური პირების იწვევს ადამიანების სიცოცხლის მოსპობას უკრაინაში. და აი ამ ემანუელ მაკრონმა თქვა ცოტა ხნის წინ ამერიკის ბრაზი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ, პუტინისკენ და ზუსტად ამაზე აქვს მას აქცენტი, რომ რუსეთია აქ აგრესორი და თუ ის შეწყვეტს და დატოვებს სხვა ქვეყნის ტერიტორიებს, ომიც დასრულდება. პრინციპში აქ აგრესორი ერთადერთი მხარეა რუსეთი, შეუძლებელია ამ კონფლიქტში იყო ნეიტრალური მხარე.
რა თქმა უნდა, ნუ მე მგონია რომ საფრანგეთს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია ვიდრე მხოლოდ განცხადებების და ბევრად მეტის შეიარაღების გადმოცემა, გარდა იმის რომ აკრიტიკოს შეერთებული შტატები. შეუძლია ის სპეციფიკა გადმოსცეს, რითიც შეიძლება დაიცვან აი ეს სამოქალაქო კვარტლები, თუნდაც თავდაცვის იარაღი. იგივე თავდაცვის. კი ბატონო, გუჩინდელი შეხვედრა ლონდონში, რომელიც დაიწია დონემ მოლაპარაკების მას შემდეგ, რაც იქ ამერიკელები არ ჩავიდნენ სრული შემადგენლობით, მაგრამ იქ მაინც იყო მოლაპარაკება და ევროპამ ზადაა უსაფრთხოება უკრაინის ნებისმიერ ფორმატში აიღოსო, ეს იყო საბოლოო დასკვნა. აი თქვენთვის, როგორც მეომარისთვის, რას ნიშნავს უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიების აღება ევროპელების მხრიდან? სად გჭირდებათ მათი დახმარება ფრონტის ხაზზე? მათი დახმარება ერთადერთი ჭირდება შეიარაღებით, მეტი ვერაფრით ვერ დაგვეხმარებიან დღეს ევროპელები. იმ კონტინგენტს, რასაც გამოყოფენ დასარეგულირებლად კონფლიქტის, ის ნამდვილად არ იქნება საკმარისი და არ იქნება საკმარისი გამოცდილება, რომ დაიცვას მშვიდობა თუ კი რამე სამშვიდობო მოლაპარაკებას იქნა ხელი მოწერილი. ევროპას შეუძლია კონსოლიდირება, ევროპას შეუძლია გადმოსცეს უკრაინას დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის იარაღი და სხვა სპეციფიკა, რომელიც ეს ძალიან ჭირდება უკრაინას. ეს არის ერთადერთი რაშიც გვჭირდება დღეს დახმარება. და ბოლოს მინდა ვიკითხო საფრთხეზე, რომელსაც ყირიმის აღიარების მოთხოვნა საერთოდ დღის წესრიგში აყენებს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. დღეს ზელენსკი უარით ამ შეთავაზებაზე იცავს საქართველოს სუვერენიტეტსაც და ტერიტორიულ მთლიანობასაც. ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მხრიდან თუ ყირიმს ათმობინებენ რუსეთისთვის უკრაინას, გამოდის რომ ეს დომინოს ეფექტი შეიძლება იქონიოს ამას, ამიტომაც არის ასეთი კმაყოფილი პუტინი ტრამპის განცხადებების შემდგომ ყირიმზე. საფრთხე საქართველოს შემთხვევაში და ზელენსკის უარი როგორ იცავს ახლა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას? თუ შეიქმნა იმის პრეცედენტი, როდესაც დაათმობინეს ერთ ქვეყანას თავის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რატომაც არა, რატო არ ექნება პუტინს პრეტენზია, რომ თქვათ აფხაზეთი შეიერთოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილი. რა თქმა უნდა, იცავს ზელენსკი დღეს საქართველოსაც და იცავს მთელ ცივილიზებურ სამყაროსაც. ნუ ზელენსკი პირობითად ადამიანები, ვინც ბრძოლობენ, ზელენსკი არის მთავარსარდალი დავის ქვეყნის. ადამიანები დღეს აცვიათ ფორმა და ისვრიან იარაღს, ისინი არიან ფაქტიურად პირველები, ვისაც უნდა კითხონ დასავლელმა პარტნიორებმა, უნდათ თუ არა ტერიტორიების დათმობა. და მას შემდეგ უნდა გააკეთონ რამე სახის განცხადება ამის თაობაზე, იმიტომ რომ უამრავი ადამიანია დაღუპული 1 კვადრატული მეტრისთვის უკრაინაში და არავინ არ აპირებს არაფრის დათმობას. ეს ვიზუალიზაცია ომის მოგების, რასაც პუტინი აკეთებს, ეს არ თამაშობს როლს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ხდება ფრონტზე და რეალურად რა შეუძლია უკრაინას დღეს უიარაღოთაც. და ქმნიან იმ პირობას, რომ უკრაინა აგებს ამას. უკრაინა ამომს არ აგებს, უკრაინას შეჩერებული ყავს მტერი და ელოდება შეიარაღებას. ევროპელების აქტიური დახმარების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები გადის ამ პროცესიდან, რითაც ისინი მათ არაერთხელ დაემუქრეს, ევროპელების აქტიური მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინა ამ ომს არ წააგებს. შეგვიძლია ეს ასე ვთქვათ? რა არის იცით, თუ კი ისეთი პროპოზიციებით შემოიფარგლება შეერთებული შტატები, რასაც ქვია ყირიმის დათმობა, ნებისმიერი სხვა ქალაქის ან რეგიონის დათმობა, უკრაინის მე მგონია ჯობია გავიდეს მოლაპარაკებიდან, იმიტომ რომ ეს არაფერ კარგს არ მოიტანს. ეს მოტივაციას აძლევს პუტინს და პუტინის ჯარს, რომ უფრო დიდი იერიში მიიტანონ უკრაინაზე. მე მგონია რომ ევროპელებსაც შეუძლიათ დაიცვან უკრაინა და შეასრულონ ის დიპლომატიური როლი, რაც ასრულებს თქვათ შეერთებული შტატები. და ამ შემთხვევაში მე მგონია ეს ძალიან ნეგატიურია, რადგან ლაპარაკობს საერთოდ ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არ არის დემოკრატია, ეს არ წერია არც შეერთებული შტატების პოლიტიკაში და პარტნიორების, სტრატეგიული პარტნიორების მიტოვება საერთოდ, არ ითვლება პოზიტიურ საქციელად დიპლომატიაში. შეერთებული შტატების მხრიდან მით უმეტეს და დღეს ზელენსკიმ შემთხვევით არ შეახსენა ტრამპს ყირიმის დეკლარაცია, რომელიც პომპეოს მიერ არის მიღებული 2018 წელს, მაშინ როცა ტრამპი პირველი ვადით იყო პრეზიდენტი. და იქ წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად.
კი, არ უნდა შეიქმნას ეს პრეცედენტი არავითარ შემთხვევაში. ეს თავისთავად იმოქმედებს საქართველოსზე და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. დიდი მადლობა.